კარგით, ნახეთ რა საოცრებაა. დაჯერება ძნელია, რა სწრაფად მივაქციეთ ამას. დღეს გასავლით ძალიან მარტივ და იაფ მეთოდს თუ როგორ გაამრავლოთ ზეთიხილის ხეების სახლში მხოლოდ წყლისა და პატალა ტოტების გამოყენებით. დიახ, სწორად გაიგეთ, ზეთისხილის გამრავლება წყალში. ეს მარტივი ტექნიკაა იდეალურია მათთვის, ვისაც ბაღი უყვარს, მაგრამ არ უნდა თავი დაითვირთოს მიცით ან სათბურით. თუ ზეთიხილის ხეები ისე გიყვართ როგორც მე, ეს ვიდეო ძალიან მოგეწონებათ. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, სწორად უნდა ავარჩიოთ ტოტი. გვჭირდება ახალგაზრდა, მაგრამ მტკიცე ტოტები, რასაც ნახევრად ხისებურ კალმებს ეძახიან. ჭრით დაახლოებით 15-დან 20 სანტიმეტრამდე ნაჭრებს. სასურველია ჯამრთელი და ძლიერი ზეთიხილის ხიდან. ჭრილს ვაკეთებთ პირდაპირ კვანძის ქვემოთ, რადგან სწორედ აქედან ამოდის ყველაზე მარტივად ფესვები. და არ დაგავიწყდეთ, ყოველთვის გამოიყენეთ სუფთა და კარგად გალესილი მაკრატელი, რომ მცენარე არ დააზიანოთ. შემდეგ ვაცლით ფოთლებს კალმის ქვედა ნაწილს და მხოლოდ რამდენიმე ვტოვებთ ზედა მხარეს. ეს ეხმარება მცენარეს, რომ ფესვების გამოყვანისას ზედმეტი ტენიანობა არ დაკარგოს. ახლა მოდის ერთი ძალიან ეფექტური სახლის ხრიკი, ალოე ვერასა და დარიჩინის გამოყენება. ორივე ინგრედიენტი ბუნებრივია და ძალიან ეხმარება ფესვების გამოყვანაში. ალოე ვერა ატენიანებს და ასტერილებს, ხოლო დარიჩინი ბუნებრივი სოკოს-საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ხელს უშლის სოკოსა და ბაქტერიების გაჩენას. ეს ძალიან მარტივად გეცდება. ვიღებთ ალოე ვერას ფოთოლს, ვხსნით და გელს პირდაპირ კალმის ჭრილ ნაწილზე ვისვამთ. შემდეგ ამ ნაწილს ვაფხვიერებთ დაფქულ დარიჩინში, კარგად ვფარავთ. ასე ვიყენებთ ალოეს ბუნებრივ თვისებებს, რომელიც ატენიანებს და ასტერილებს და დარიჩინისას, რომელიც იცავს და ასტიმულირებს ფესების ბუნებრივ ზრდას. როგორც უკვე ვახსენეთ, ზეთიხილის კალმებს პატარა წყლის პარკებში მოვათავსებთ, რათა ფესვები შიგნით გაიზარდოს. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამ მეთოდს ცდიდა აღფრთოვანებული რჩებოდა, რადგან ის მართლაც შესანიშნავად მუშაობს და ძალიან ცოტა ადგილს იკავებს. ამის გაკეთება ძალიან მარტივია. ვავსებთ პატარა პარკს დასვენებულიან ბოთლის წყლით, მთავარია ქლორის გარეშე იყოს. შიგნით ვათავსებთ კალამს და ვრწმუნდებით, რომ ჭრილი მთლიანად წყალშია ჩაძირული. შემდეგ პარკს ზემოდან ვკეტავთ რეზინით ან თოქით, რომ ჭუჭყი არ შევიდეს და წყალი არ აორთქლდეს. მნიშვნელოვანია წყალი დაახლოებით 3 დღეში ერთხელ გამოცვალოთ, რომ სუფთა იყოს და ბაქტერიები არ გაჩნდეს. გარდა ამისა, რადგან პარკი გამჭვირვალეა, ყოველდღიურად შეგვიძლია ვნახოთ ახალი ფესვების ზრდა. ეს ძალიან გვამოტივირებს, რადგან გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ, როგორ ვითარდება მცენარე და გვინდება იგივე მეთოდი სხვა მცენარეებსაც გამოვცადოთ, რაც სახლში გვაქვს. თუ გირჩევნიათ, შეგიძლიათ ეს მინის ჭიქაშით გააკეთოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეცადეთ ოდნავ დააფაროთ, მაგალითად ქაღალდით ან სუბუქით ავსახურით, რომ მტვერი ან წერი არ ჩავარდეს. აქედან მხოლოდ მოთმინება და მუდმივობა გჭირდება. პარკებს ან ჭიქებს ვდგამთ ისეთ ადგილას, სადაც კარგი განათებაა, მაგრამ პირდაპირ მზე არ ხდება. ნელ-ნელა დაინახავთ, როგორ წარმოიქმნება თეთრი და თხელი ფესვები. ეს პროცესი შეიძლება 8-დან 10 კვირამდე გაგრძელდეს, კლიმატზე დამოკიდებულებით. როდესაც ფესვები უკვე 3-დან 4 სანტიმეტრამდე გაიზრდება, დრო ან ნერგი გადარგოთ ფხვიერ და კარგად დრენირებულ მიწაში ქოთანში. გადარგვის შემდეგ პირველ დღეებში ზეთიხილს ნახევრად ჩრდილში და ზომიერი მორწყვით უნდა მოექცეთ. მალე დაინახავთ ახალ მწვანე ყლორტებს, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ნერგი კარგად მოიკიდა. ამ მარტივი მეთოდით შეძლებთ ზეთისხილის ხეების გამრავლებას სახლში, ფულის დახარჯვის გარეშე მხოლოდ იმით, რაც ხელთ გაქვთ. ამით დავასრულეთ. როგორც ხედავთ, ეს არის მარტივი, ბუნებრივი და ძალიან ეფექტური გზა, რომ ეტაპობრივად გაამრავლოთ ზეთისხილი წყალში. თუ მოგეწონათ ეს მეთოდი, ძალიან გამიხარდება, თუ გააზიარებთ. დააჭერთ მოწონებას ან კომენტარებში მომწერთ, როგორ გამოგივიდათ თქვენი ნერგი. დიდი მადლობა, რომ ერთად იყავით და მომავალ ვიდეოში შევხვდებით.